ვაგრძელებთ ამჯერად კომიტეტის ხდომას. დღის წესრიგი დარიგებულია, თუ რაიმე წინადადება არ არის, დავამტკიცოთ. სანამ გადავალთ ჩვენს მთავარ საკითხებზე, დაჩქარებული კანონპროექტი გვხვდეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა. ამიტომ პირველი გავიტანოთ დაჩქარებული კანონპროექტი. საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, დავით მათიკაშვილის, თენგიზ შარმანაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, ალექსანდრე ტაპატაძის, რატი იონათამიშვილის, აკაკი ალადაშვილისა და ალოდლა ხუდუშაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოქმნილი კანონპროექტები გრანტების შესახებ საქართველოს კავშირის ცვლილების შეტანის თაობაზე. დაჩქარებული წესით მოხსენებელი პარლამენტის წევრი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. გთხოვთ ბატონო თორნიკე. მადლობთ ბატონო თავმჯდომარეო, მოგესალმებით პატივსემულო კოლეგებო, მივესალმებით დამსწრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ პირველი მოსმენით გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტს. იმის გათვალისწინებით, რომ არის პირველი მოსმენა, მოგახსენებთ შესაბამისად პრინციპების დონეზე. როგორც ცნობილია, გრანტების შესახებ საქართველოს კანონში ამა წლის აპრილში შეტანილი ცვლილების თანახმად უცხოურ გრანტებზე შემოღებული იქნა მთავრობის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის თანხმობის გაცემის მექანიზმი, რითაც სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვის კიდევ უფრო მეტად ქმედითი სამართლებრივი გარანტიები იქნა შემოღებული. ცვლილების ამოქმედების შემდეგ პრაქტიკაში გამოიკვეთა გარკვეული საკითხები, რაც დამატებით დაზუსტებას საჭიროებს, რათა შესაბამისი პროცესების წარმართვა, ადმინისტრირება მეტად მოქნილი და ეფექტიანი გახდეს. კერძოდ, იდენტიფიცირებული იქნა რამდენიმე პროგრამა, რომლის ფარგლებში გაცემული გრანტები თავისი არსით ნაკლები რისკის შემცველია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისათვის და ამდენად შეიძლება ისინი არ დაექვემდებარონ თანხმობის გაცემის სამართლებრივ რეჟიმს. მით უმეტეს არსებული ნორმატიული მოწესრიგებითაც არის დაშვებული გარკვეული გამონაკლისები, მათ შორის საგანმანათლებლო, სამეცნიერო სფეროზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მთავრობისგან თანხმობის მიღების ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ჰორიზონტი ევროპის, ევროკავშირის პროგრამა ერაზმუს პლუსის, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის, ეს არის DAAD ეგრეთ წოდებული და საქართველოს და ევროკავშირის შორის შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში გაცემული გრანტები. ამასთანავე გამართული კონსულტაციების საფუძველზე მიზანშეწონილია, რომ კანონპროექტში დამატებით დაზუსტდეს გრანტის ცნება, კერძოდ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მათ შორის გრანტად იქნეს მიჩნეული ტექნიკური თუ საექსპერტო დახმარება, შესაბამისი ცოდნის გაზიარება და სხვა მსგავსი, ასე ვთქვათ, კონტრიბუცია. ასევე გრანტის ფარგლებში გაცემული სახსრების გამოყენების სფეროებიც მოითხოვს გარკვეულწილად კონკრეტიზაციას, კერძოდ მაგალითად დღეს არ არის მკაფიო ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ გრანტი შეიძლება იქნეს გაცემული და შესაბამისი სახსრები იქნეს მიმართული ჰუმანიტარული, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე მაგალითად. ასევე საჭირო არის გრანტის გამცემის სუბიექტების ნუსხის ერთგვარი კორექტირება, რათა თუნდაც მკაფიოდ იკითხებოდეს ის, რომ მათ შორის კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ასევე, რა თქმა უნდა, არიან უფლებამოსილნი შესაბამისი გრანტის გამცემები იყვნენ. მე ასევე დამატებით განმარტავ იმას, რომ ეს კონკრეტული საკითხები თქვენ წინაშე დარიგებულ რედაქციაში არ არის ასახული, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი ფორმულირებები უკვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე იქნება წარმოდგენილი, თუ რა თქმა უნდა პრინციპების დონეზე თქვენი მხრიდან არ იქნება დამატებით შენიშვნები ან მოსაზრებები. და ასევე საჭიროა რამდენიმე ტექნიკური დაზუსტება ამავე კანონთან მიმართებით, გრანტების შესახებ კანონთან მიმართებით და კანონპროექტში შესაბამისად დამატებით ასახვა იმისა, რომ მაგალითად მითითებითი ნორმების დონეზე, რომ უცხოური გრანტის მიღების შემთხვევაში საბიუჯეტო ორგანიზაციებზე სათანადო საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების მოქმედება გავრცელდება, ასევე მიზანშეწონილია, რომ მკაფიოდ იქნეს რეგლამენტირებული მთავრობის სათანადო ნორმატიული აქტის მიღებისთვის შესაბამისი სამართლებრივი, ასე ვთქვათ, საფუძვლის თაობაზე და სხვა შესაბამისი კიდევ რამდენიმე ტექნიკური, ასე ვთქვათ, დაზუსტება საკითხი არის, რომელიც თავისთავად ასევე იქნება წარმოდგენილი უკვე პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე სამართლებრივი ფორმულირებების დონეზე. ეს არის ძირითადი პრინციპი საკანონმდებლო ინიციატივისა, თუ არის შეკითხვები, მოსაზრებები, რა თქმა უნდა, მზად ვარ სიამოვნებით დისკუსიისთვის. მე მგონი ყველაფერი გასაგებია. შეკითხვები ხომ არ არის? შეკითხვები არ არის. მაშინ კენჭის ხრაზე ვაყენებ, ვინ არის მომხრე, რომ ხარი დაუჭიროთ. მადლობა.
მადლობთ ბატონო. მადლობთ ბატონო დორნიკე. საკითხი ამოწურვილი. მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. მოხსენებელი ბატონი გიორგი კაკაურიძე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას 2024 წლის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. დავიწყებ ეკონომიკური პარამეტრებით. მოგახსენებათ, გასულ წელს ჩვენ ბიუჯეტი დავგვიგმეთ 5.2% ოდენობით ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. რეალურად ჩვენ წლის განმავლობაში ჰქონდა უფრო მაღალი ზრდის ტენდენციები, საბოლოო ჯამში განახლებული პროგნოზი იყო 9%, თუმცა ფაქტიურმა მაჩვენებლებმა 9.4% შეადგინა რეალური ეკონომიკური ზრდის, ხოლო ნომინალურ გამოხატულებაში ქვეყნის ეკონომიკა 13.6%-ით გაიზარდა და 91.891 მილიონი ლარი შეადგინა. ერთსულ მოსახლეზე გადაანგარიშებით მთლიანი შიდა პროდუქტი შეადგენდა $9,151. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, მოგეხსენებათ, მაღალი ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, გასული 2 წლის განმავლობაში ჩვენ ჰქონდა ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი, წლიურმა ინფლაციამ გასულ წლის ბოლოს მიაღწია 1.9%, ხოლო საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი გასულ წელს შეადგენდა 1.1%. მოგეხსენებათ, ჩვენ მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს 3%, შესაბამისად ბოლო 2 წელია მასთან შედარებით გაცილებით დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. საგარეო სექტორს რაც შეეხება, გასულ წელს ჩვენ საგარეო სავაჭრო ბრუნვა ჰქონდა, გაიზარდა 8.3%-ით, ჯამში შეადგინა 23.484 მილიონი დოლარი, აქედან ექსპორტი იყო 6.560 მილიონი დოლარი, 7.8%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაიზარდა 8.5%-ით და შეადგინა 16.924 მილიონი დოლარი. წილი ვაჭრობაში ყველაზე დიდი ჰქონდა ევროკავშირს 22.1%, 5.180 მილიონი დოლარი იყო ჯამურად ვაჭრობა ევროკავშირთან, შემდეგ მოდის თურქეთი 13.8%-ით, შემდეგ მოდის აშშ 10.8%-ით და შემდეგ მოყვება უკვე რუსეთი და სხვა ქვეყნები. რაც შეეხება საგარეო სექტორის მეორე მიმართულებას, ეს არის ტურიზმი. ტურიზმის ნაწილში ჩვენ გასულ წელს ჰქონდა ზრდა, როგორც ვიზიტორების, ასევე თანხის კუთხით. ვიზიტორთა რაოდენობამ ჯამში შეადგინა 6.456.000 ვიზიტორი, თუმცა უშუალოდ ტურისტული ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.091.000 ვიზიტორი ჯამში. თუ შევადარებთ გასული წლის 23 წლის მაჩვენებელს, ტურისტულმა ვიზიტორების რაოდენობამ 9%-ით გაიზარდა, ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9%-ით გაიზარდა და 2019 წლის მაჩვენებელს თუ შევადარებთ 100.2% შეადგინა, ანუ სრულად აღდგა 2019 წლის დონე გასულ წელს. თუმცა თუ თანხაში გამოხატულ შევხედავთ, გაცილებით უფრო კარგი მაჩვენებელი გვაქვს 2019 წელთან მიმართებაში. 2024 წლის მაჩვენებელი არის 135.4%, ანუ იგივე რაოდენობის ტურისტებმა დაახლოებით 35%-ით მეტი შემოსავალი მოუტანა ქვეყანას. ფულადი გზავნილების ნაწილში გვაქვს შემცირება დაახლოებით 21.3% და 2.983 მილიონი დოლარი შეადგენს. აქ შემცირება გამოწვეულია ძირითადად მხოლოდ რუსეთის ფედერაციიდან გზავნილების შემცირებით. მოგეხსენებათ, ომის დაწყების შემდგომ უკრაინა-რუსეთს შორის ომის დაწყების შემდგომ გაიზარდა რუსეთიდან ტრანსფერების მოცულობა. 2024 წლის მეორე ნახევრიდან დაუბრუნდა მის რეალურ დონეს, რაც იყო ომამდე პერიოდში და შესაბამისად უკვე წლიურ ჭრილში 2024 წელს ჰქონდა კლება. ჯამში რუსეთიდან ტრანსფერები შემცირდა დაახლოებით 67% და 487 მილიონი დოლარამდე იქნა შემცირებული. დანარჩენი ქვეყნების შემთხვევაში გვაქვს ზრდა და ჯამურად 2.983 მილიონი დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, ჩვენ შემოსავლების ნაწილი გვაქვს გადაჭრებებით შესრულებული 25.722 მილიონი დოლარი მივიღეთ შემოსავლების სახით. ეს არის 100.4% დაგეგმილი მაჩვენებლებისგან, ყველაზე მნიშვნელოვანი წილი, რა თქმა უნდა, უჭირავს გადასახადებს. 23.290 მილიონი ლარი მივიღეთ საგადასახადო შემოსავლების სახით და დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1%-ია. მე შეგახსენებთ, ჩვენ წლის ბოლოს დაახლოებით
დაახლოებით 1 მილიარდით გავზარდეთ საგადასახადო შემოსავლების გეგმა და ამ გეგმასთან მიმართებაში არის შესრულება უფრო მაღალი. ამავდროულად გასული წლის განმავლობაში 2 მილიარდ 557 მილიონი ლარამდე იყო დაბრუნებული დაღეგვის ზედმეტობის სახით და ესეც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პარამეტრია და მომდევნო 4 წელში დაახლოებით 15 მილიარდ ლარამდეა, ანუ 24-28 წლებში დაახლოებით 15 მილიარდ ლარამდეა პროგნოზირებული, რომ დაბრუნდება დაღეგვის სახით. გრანტების ნაწილში მივიღეთ 356 მილიონი ლარი, სხვა შემოსავლები 2 მილიარდ 86 მილიონი ლარი, ორივე შემთხვევაში გვაქვს შესრულება როგორც გრანტებში 97%, სხვა შემოსავლებში 104.3%. პრივატიზაციაც არის გადაჭარბებით შესრულებული 111.8%, ხჭამში 559 მილიონი ლარის ოდენობით მივიღეთ და ეს გადაჭარბება ძირითადად არის მუნიციპალიტეტების ხარჯზე, ანუ 300 მილიონი იყო ბიუჯეტის წილი, სახელმწიფო ბიუჯეტის წილი, ხოლო დანარჩენი 259 მილიონი არის ის თანხა, რომელიც ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს მუნიციპალიტეტებში იქნა მობილიზებული. ორი მნიშვნელოვანი პარამეტრი ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, ნაერთი ბიუჯეტის შემთხვევაში აღნიშნული იყო დაგეგმილი 2.5%-ის ოდენობით, თუმცა ფაქტიურად ჩვენ მქონდა 2.4%, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და ასევე შემცირდა ვალის მაჩვენებელიც, პროგნოზირებული 36.8%-ის ნაცვლად შემცირდა 36.1%-ამდე. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილში, აქ როგორც შემოსავლების, ასევე ხარჯვითი ნაწილი გვაქვს გადაჭარბებით შესრულებული, დავიწყებ შემოსავლებით, რომელმაც შეადგინა გასულ წელს სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 21 მილიარდ 858 მილიონი ლარი, მათ შორის გადასახადები იყო 20 მილიარდ 196 მილიონი ლარი, 100%-ია შესრულება აქ, გრანტები 335.8 მილიონი ლარი, აქ 126%-ია შესრულება, ხოლო სხვა შემოსავლებში 1 მილიარდ 316 მილიონ ლარზე მეტი იყო 103.7%. პრივატიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის წილი 100.4%-ია შესრულების მაჩვენებელი, 301.3 მილიონი ლარია, ხოლო სესხების დაბრუნების ნაწილში 354 მილიონ ლარს გადააჭარბა და 114.9%-ია შესრულების მაჩვენებელი. რაც შეეხება ვალების ნაწილში, გასულ წელს ჩვენ საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით მივიღეთ 1 მილიარდ 521 მილიონი ლარი, 1 მილიარდ 411 მილიონი იყო საინვესტიციო კრედიტების ათვისების მაჩვენებელი, ხოლო ბიუჯეტის მხარდაჭერით კრედიტების სახით მივიღეთ 327 მილიონი ლარი. ამავდროულად ვალების მომსახურებასა და დაფარვაზე გასულ წელს 1 მილიარდ 957 მილიონი ლარი მიმართეთ საგარეო ვალდებულებების ნაწილში, ხოლო საშინაო ვალდებულებებზე 794 მილიონი ლარი. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს რაც შეეხება, გასულ წელს მოგეხსენებათ, ჯამში ბიუჯეტი გავზარდეთ 900 მილიონი ლარით და დაზუსტებული ბიუჯეტის მოცულობა იყო 25 მილიარდ 930 მილიონი ლარი, საკასო შესრულებამ შეადგინა 25 მილიარდ 956 მილიონი ლარი, ანუ დაგეგმილი მაჩვენებლის 100.1%. თუ შევხედავთ უწყებების დონეზეც აქ შესრულება საკმაოდ კარგი გვაქვს. მე აღარ ჩამოვყვები სათითაო პროგრამების მიხედვით, რამდენიმე მსხვილ ბიუჯეტიანი უწყების შესახებ მოგახსენებთ და რა თქმა უნდა თუ კითხვები იქნება, უკვე დეტალურად თითოეული უწყების პარაგრაფში შეგვიძლია ვისაუბროთ. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემთხვევაში ათვისება არის 104.1%, 3 მილიარდ 901 მილიონი ლარი იქნა ათვისებული. კულტურისა და სპორტის სამინისტროს ნაწილში 525 მილიონი ლარიზე მეტი და 100%-იანი შესრულების მაჩვენებელი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაწილში 2 მილიარდ 564 მილიონი ლარი, აქაც 100.8%-ია, ნუ ყველაზე დიდი ბიუჯეტის მქონე უწყება ჯანდაცვის სამინისტრო 8 მილიარდ 91 მილიონი ლარი იქნა ათვისებული და 100.2%-ია შესრულების მაჩვენებელი. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ყველა ის მიმართულება, რაც დაგეგმილი იყო გასული წლის განმავლობაში, სრულად იქნა დაფინანსებული, არც შემოსავლების ნაწილში და არც შესაბამისად არც ხარჯვითი ნაწილის ფარგლებში რაიმე შეფერხება არ ჰქონია. დიდი მადლობა. მადლობთ. ესეთ კოლეგებო, მესმის რომ ყველა კომიტეტზე გაიარა ამ საკითხმა, მაგრამ ჩვენ მოწვეული გვყავს დიდი თანხის მხარჯავი ორგანიზაციებიდან, ბატონები, სამინისტროს წარმომადგენლები, თუ რაიმე შეკითხვები იქნება ან ბატონ გიორგისთან, ან სამინისტროებთან, სათავართ გიპასუხოთ. ბატონი ბეჟანი გითხოვთ. მოგესალმებით ბატონო გიორგი. 2024 წელი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან წარმატებული. ნუ ეს
და კიდეც ეთყობა ქვეყანა შეეთყო განსაკუთრებით ეს ყველა მიმართულებით, მაგრამ განსაკუთრებით ეს იყო საბიუჯეტო უშუალოდ ბიუჯეტიდან შემოსული თანხები ძალიან მნიშვნელოვანი და გრანდიოზული იყო. მე მესმის ის მიმართულებები, რაზედაც თქვენი საუბრეთ, ერთი კითხვა მაქვს რა, თქვენი საუბრეთ რომ 2019 წელთან პანდემიამდე არსებული პერიოდი ტურიზმის სფეროში აღდგა როგორ რაოდენობრივად მატება, ასევე თანხების მხრივ. მე მაინტერესებს თუ გაქვთ ჭრილში ეს ბილეთების ფასის გამოკლებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრია კითხვები რომ იზრდება, მაგრამ ეს არის ბილეთების გააძვირების ხარჯზე. აი ამ მიმართულებით რა სუფთა დანახარჯები უშუალოდ რაც რჩება ქვეყანაში და რაც რჩება ჩვენ მეწარმეებს თუ კომპანიებს, ამ მიმართულებში თუ არის ჩაჭრილი მონაცემები, ძალიან საინტერესო იქნებოდა გავაცნოთ საზოგადოებად. სხვა შეკითხვები არ ჩანს, გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა ბატონო ბეჟან, რომ შევხედოთ რა ბილეთების შემოსავალი პრინციპში საქართველოს ეკონომიკის შემოსავალი ძირითადად არ არის, ვინაიდან ქართული კომპანიები ძალიან მცირე დოზით ემსახურებიან ტურისტებს, ანუ ავიაკომპანიებზე მაქვს საუბარი, ძირითადად არის უცხოური კომპანიები, საზღვარგარეთის შემთხვევაში, ანუ სახმელეთო საზღვრის შემთხვევაში საერთოდ ბილეთებზე ვერ ვისაუბრებთ, ამიტომ უნდა შევხედოთ ალბათ ჯამში ინფლაციამ რა გავლენა იქონია. თუ შევხედოთ ინფლაციის ჭრილში, შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 35%-იანი ზრდიდან დაახლოებით 9%-ია, რომელიც ინფლაციის გამოკლებით ისე მაინც ზრდა არის, ანუ რეალური ზრდა, დანარჩენი უკვე არის მათ შორის ინფლაციის შედეგი 2019 წელთან მიმართებაში რაც იყო. თუმცა მეორეს კუთხით რო შევხედოთ, ანუ რის ხარჯზე მოხდა ზრდა, ვნახავთ რომ დღეების რაოდენობა, დარჩენის ხანგრძლივობა გაცილებით მეტია 2024 წელს, ვიდრე ეს იყო 2019 წელს, ანუ თითქმის ერთი დღით გაიზარდა საშუალო დარჩენის რაოდენობა და შესაბამისად რაც უფრო დიდხანს ჩვენი მიზანიც ეს არის რომ ჩამოსული ტურისტი რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაჩერდეს ქვეყანაში და ეს მაჩვენებელი არის გაზრდილი და ამან გამოიწვია ძირითადად უფრო მეტი შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკაში. ზეგი ის ციფრები რაც თქვენ ახსენეთ ზრდა 35%, ამაში ის თანხა რასაც მე გითხარით ბილეთების ღირებულება ისედაც არ შედის. ეს არის სუფთა ის თანხა რომელსაც შეიძლება გამოაგდეთ ვერა ის რაც თქვენ გასაგებია მალო. რაც ქვეყნის ეკონომიკაში შემოდის ეს არის 35%. მადლობთ ბატონო გიორგი დროებით დაგბრძანდით. კი ბატონო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ. მთავრობის ანგარიშზე. მოხსენებელი საქართველოს გენერალური აუდიტორის მოადგილე ქალბატონი სოფიო დვალიშვილი. გთხოვთ. მადლობა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიში მომზადებულია მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. მოხსენებაში წარმოდგენილ მიგნებებში აღწერილი საკითხების გარდა ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით უტყუარად ასახავს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარმოდგენილ ინფორმაციას. წარმოგიდგენთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მნიშვნელოვან ასპექტებს. 2024 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებებით არ განახლებულა კანონზე თანდართული ფისკალური რისკების ანალიზისა და მაკროეკონომიკური სცენარების ანალიზის დოკუმენტები. ქვეყნის წინაშე არსებული ფისკალური რისკების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ რჩება სახელმწიფო საწარმოები, რაც ძირითადად დაკავშირებულია მათ უარყოფით ფინანსურ შედეგებთან, ასევე საწარმოთა ნაწილი დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში ფუნქციონირების ხარჯების ან და ვალდებულებების დაფარვას ხმარდება. ამასთანავე საბიუჯეტო დოკუმენტაციაში არ ხდება ინფორმაციის წარმოდგენა საწარმოების მიერ ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების მოცულობის შესახებ. ასევე ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყაროა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარე დავები 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით აღნიშნული დავების ფარგლებში სადავო თანხის პოტენციურმა მაქსიმალურმა ოდენობამ 3.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ფისკალური რისკები იჩენს თავს ქვეყანაში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში აღნიშნულიდან გამომდინარე მიზანშეწონილია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში წარმოდგენილი იქნეს ინფორმაცია დეპოზიტების დაზღვევის სისტემიდან მომდინარე პოტენციური რისკების შესახებაც. 2024 წელს ბიუჯეტის დეფიციტისა და ვალის წესის მაჩვენებლები კანონმდებლობით დაწესებული ლიმიტების ფარგლებშია მოცემული. აღსანიშნავია, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლქვეშ მყოფი სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 113 საწარმოდან 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში წარმოდგენილია ინფორმაცია
ინფორმაცია 82 საწარმოს შესახებ. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ წინა წლებთან შედარებით გაზრდილია როგორც ანგარიში წარმოდგენილი საწარმოების რაოდენობა, ასევე მონაცემების ხარისხი. არსებული პროგრესის კვალდაკვალ ფისკალურ პარამეტრებზე პოტენციური გავლენის მასშტაბის გათვალისწინებით და კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების ჯეროვანი შესრულებისთვის მნიშვნელოვანია სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული საწარმოების და მათი მაკონტროლებელი უწყებების მხრიდან საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე დამატებითი ყურადღება გამახვილდეს ფინანსთა სამინისტროსთვის დროული და ზუსტი ინფორმაციის წარდგენის საკითხებზე. ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესებისთვის მიზანშეწონილია სახელმწიფო საწარმოების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების შესახებ დეტალური ინფორმაცია დაფინანსების მიზნობრიობის ჩათვლით წარმოდგენილი იქნეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში. გასული წლების მსგავსად 2024 წლის ბოლოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეული გადასახდელების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მხოლოდ დეკემბერში დახარჯული თანხის ოდენობა 3.4 მილიარდი ლარი და მთლიანი გადასახდელების 13.1% შეადგინა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი 8 სამინისტროს შემთხვევაში 2024 წელს განხორციელებული ხარჯთაღრიცხვის ცვლილებების ჯამურმა მოცულობამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 155 პროგრამიდან ბიუჯეტის დაზუსტება განხორციელდა 105-ში, პროგრამების საერთო რაოდენობის 67.7%-ში, დაზუსტების ჯამურმა თანხამ 566.5 მილიონი ლარი შეადგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების აგრეგირებულ დონეზე შესრულების მაღალი მაჩვენებლის მიუხედავად 11 პროგრამისა და 78 ქვეპროგრამის შემთხვევაში ათვისებული იქნა ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული გეგმის 80%-ზე ნაკლები. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში განხორციელებული ცვლილებით კაპიტალური პროექტების მნიშვნელოვანი ნაწილს შეეცვალა დაფინანსება. მიუხედავად ამისა არ დაკორექტირებულა კაპიტალური პროექტების დანართი, გარდა ამისა საყურადღებოა აღნიშნულ დანართში წარმოდგენილი ინფორმაციის სისრულის და სიზუსტის საკითხები. კაპიტალური პროექტის შესრულების მონიტორინგის კუთხით მნიშვნელოვანია PMI მეთოდოლოგიით განსაზღვრული პროექტების შესრულების მდგომარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ ანგარიშებთან ერთად წარმოდგენა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით განსაზღვრული 96 ინფრასტრუქტურული პროექტიდან 2 პროექტის შემთხვევაში არ მომხდარა გეგმით გათვალისწინებული სახსრების ათვისება, ხოლო 24 პროექტის შემთხვევაში ათვისებული იქნა გამოყოფილი დაფინანსების 80%-ზე ნაკლები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიში სიპების და აიპების შესახებ არ ხდებოდა ინფორმაციის წარმოდგენა ინდივიდუალური სიპის აიპის შემოსულობების გადასახდელების შესახებ მათი ფორმირების წყაროების მიხედვით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილი სიპების აიპების კომერციულ ბანკების ანგარიშზე 2024 წლის ბოლოს განთავსებული თანხა ჯამურად 1.3 მილიარდ ლარს შეადგენს, საიდანაც 827 მილიონი ლარი მოთხოვნამდე ანაბრებსა და საბარათი ანგარიშებზე იყო განთავსებული, ხოლო 494 მილიონი ლარი ვადიან დეპოზიტებზე. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებული იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციები სიპების აიპების მიერ ფულადი რესურსების მართვის კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. 2024 წელს საგარეო წყაროებიდან მობილიზებული საკრედიტო რესურსიდან გადასესხდა 246 მილიონი ლარი, წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების მთლიანი პორტფელის მოცულობა 2.9 მილიარდ ლარს შეადგენს, პორტფელში აღირიცხება 80 სესხი, საიდანაც 25 რესტრუქტურიზებულია. სესხების რესტრუქტურიზაცია ბიუჯეტისადმი დამატებითი ფინანსური წნეხის წყაროა. მიზანშეწონილია სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს თან ერთვოდეს დეტალური ინფორმაცია საგარეო საკრედიტო რესურსის ხარჯზე გაცემული სესხების პორტფელში განხორციელებული ცვლილებებისა და პორტფელის საბოლოო მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შიდა საბიუჯეტო რესურსებიდან გაცემულ სესხებს, პორტფელში აღრიცხული 161 სესხიდან ვადაკადაცილებულია 85. 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით მთავრობის ვალის ნაშთის 79.7% საგარეო ვალია, შესაბამისად არსებული გეოპოლიტიკური რისკების ფონზე მთავრობის ვალი განსაკუთრებით მოწყვლადი რჩება ვალუტის გაცვლითი კურსის ცვლილების მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ საგარეო ვალის პორტფელის ნახევარი ცვლადი საპროცენტო განაკვეთის მქონე სესხებშია წარმოდგენილი, გასულ წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი საგარეო ვალის საპროცენტო ხარჯები. მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიაში წარმოდგენილი მიმართულებების საბიუჯეტო პროცესში უკეთ ინტეგრირებისთვის მიზანშეწონილია მისი განახლება განხორციელდეს შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე, ასევე მნიშვნელოვანია მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიის ხარისხობრივი გაუმჯობესება. პროგრამული ბიუჯეტის მომზადებისა და ანგარიშგების პროცესში შეინიშნება
სისტემური ხასიათის ნაკლოვანებები, რაც ართულებს პროგრამების ეფექტიანობის შეფასებას, პროგრამების ქვეპროგრამების შედეგების შეფასების ინდიკატორების 30%-ზე მეტში გამოვლინდა ხარვეზები. პროგრამული ბიუჯეტირების შემდგომი განვითარებისთვის მიზანშეწონილია შემუშავდეს სამოქმედო გეგმა, სადაც განისაზღვრება რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული აქტივობების შესაბამისი ვადებითა და შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებით. სულ ეს იყო, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, შეკითხვები ხომ არ არის? მადლობთ. რადგან შეკითხვები არ არის, მაშინ კენჭი უყაროთ, ხარი დაუჭიროთ. მადლობთ. გადავდივართ შემდეგ საკითხზე. ჩვენ განვიხილეთ 24 წლის ბიუჯეტის შესრულებამ, ეხლა ვისაუბრებთ მომავალზე. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულების შესახებ. აქაც მოხსენებელი ბრძანდება ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ კი. დიდი მადლობა. ამჯერად უკვე წარმოგიდგენთ 2026-29 წლების ძირითადად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს, თუმცა რა თქმა უნდა დავიწყებ 2025 წლის პარამეტრებით. მოგეხსენება ჩვენ ბიუჯეტი დავგეგმეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზზე. ჩვენ პირველი 4 თვის მონაცემები გვაქვს წინასწარი, ჯერჯერობით და არის ეკონომიკური ზრდა 8.8%, თუმცა მიუხედავად ამ მაჩვენებლებისა და მიუხედავად იმისა, რომ სავალუტო ფონდმაც გამოუქვეყნა ბოლოს საფინანსო ინსტიტუტებიდან ყველაზე ბოლოს გამოუქვეყნა სავალუტო ფონდმა და 7.2% არის ჩვენი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. ჩვენ ამ ეტაპზე შევინარჩუნეთ 6%-იანი ეკონომიკური ზრდის პარამეტრი და ამაზე დავაფუძნეთ მომდევნო წლების პარამეტრების, გამომდინარე იქიდან, რომ ჯობესია 6 თვის ანალიზი შევხედოთ, 6 თვის შედეგები გავაანალიზოთ და ამის მიხედვით მივიღოთ გადაწყვეტილება პროგნოზების ცვლილებასთან დაკავშირებით. მოკლედ წელს შენარჩუნებული გვაქვს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა, მომდევნო წელს ამ პირობებში იქნება დაგეგმილი ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკურ ზრდაზე, საშუალო ვადიან პერიოდში საშუალო მაჩვენებელი არის 5.2%, რაც შეეხება ინფლაციას, წელს დაუახლოვდება ინფლაციის მაჩვენებელი მის მიზნობრივ ნიშნულს, წინა წლებში ვისაუბრე, რომ ქონდა გაცილებით დაბალი პარამეტრი, წელს ველოდებით, რომ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება, შეიძლება გარკვეულ თვეებში გადააჭარბოს, თუმცა რეალურად მნიშვნელოვანი ცვლილება, მნიშვნელოვანი განსხვავება მიზნობრივ მაჩვენებელთან შედარებით არ უნდა იყოს. მომდევნო წლებში ბიუჯეტს დავგეგმავთ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლების ფარგლებში. რაც შეეხება ზოგადად კლიანშიდა პროდუქტს, ეტაპობრივად რა თქმა უნდა მზარდი იქნება და ერთსულ მოსახლეზე დაახლოებით $13,600 მიაღწევს კლიანშიდა პროდუქტის მაჩვენებელი. ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი მოცულობა დაახლოებით 40 მილიარდ ლარამდე იქნება, ეს სამთავრობო პროგრამაშიც არის გაწერილი. ეს არის საბაზისო სცენარი, რაზეც დაფუძნებული ვართ. ოპტიმისტური სცენარის შემთხვევაში დაახლოებით 7%-მდე ადის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6.7%-ია, ხოლო რა თქმა უნდა რისკები არსებობს ჩვენს გარშემო და რა თქმა უნდა ეს აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. პესიმისტური სცენარის შემთხვევაში შესაძლებელია ეკონომიკური ზრდა 2.5%-მდე შემცირდეს საშუალოვადიან პერიოდში, თუმცა რასაც უყურებთ ჯერჯერობით პოზიტიური სცენარისკენ და უფრო ვართ. რაც შეეხება კიდევ მნიშვნელოვანი პარამეტრი, რაც არის ბიუჯეტის დეფიციტი, ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში შევინარჩუნებთ დაბალ დეფიციტს, ეს იქნება 2.5% კლიანშიდა პროდუქტთან მიმართებაში და ეს დეფიციტი გვაძლევს საშუალებას ვალის მაჩვენებელი ეტაპობრივად იყოს კლებადი. წელს ველოდებით საპროგნოზო მოცულობა იქნება 35.5% კლიანშიდა პროდუქტთან მიმართებაში, რაც მომდევნო წლებში იქნება კლებადი და 2029 წლისთვის მიაღწევს 33.5% კლიანშიდა პროდუქტთან მიმართებაში. ამავდროულად ერთ-ერთი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამოწვევა, რაც მიმდინარე არგარიშის დეფიციტია, აქაც გასულ წელს საკმაოდ კარგი მაჩვენებელი ჰქონდა, ისტორიული მინიმუმი იყო 4.4%, წელსაც დაახლოებით იგივე ფარგლებში, იგივე მოცულობით ველოდებით, ხოლო მომდევნო წლებში შენარჩუნებული იქნება სტაბილური დინამიკა, ნაკლებადი და დაახლოებით 4%-ის ფარგლებში იქნება, 4-დან 5%-მდე იქნება მიმდინარე არგარიშის დეფიციტის მაჩვენებელი. ეს არის ის ძირითადი პარამეტრები, რაზედაც ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ამ პარამეტრების ფარგლებში შევიმუშაოთ 2026 წლის ბიუჯეტი. რა თქმა უნდა, 1 ოქტომბერს ეს ბიუჯეტი იქნება თქვენს წინაშე წარმოდგენილი, თუ მანამდე გვექნება საშუალება, რომ გავზარდოთ სხვა პარამეტრები, რა თქმა უნდა, თქვენს წინაშე განახლებულსაც წარმოადგენთ, თუმცა პირველ ეტაპზე დავიწყებთ სწორედ ამ პარამეტრების ფარგლებში მუშაობას. 1 ოქტომბერს წარმოადგენთ თქვენს წინაშე პირველად ვარიანტს ბიუჯეტის, რომელიც ფორმირებაც საშემოდგომო სესიის ფარგლებში საბოლოოდ მოხდება თქვენთან ერთად. დიდი მადლობა. მადლობა ბატონო გიორგი. ბატონო ბეჟან, გთხოვთ.
ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი კიდევ ერთხელ და მე მინდა საზოგადოებას მიმართო რომ იყო ცდელობა ჩვენი ოპონენტების მხრიდან რომ საზოგადოება დაერწმუნებინათ იმაში რომ 1 იანვარი ან თებერვალი ჩამოიქცეოდა ეკონომიკა და დაიქცეოდა ქვეყანა. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად არის და სამწუხაროდ მათთვის და ეს არ არის ციფრები აგერ თავისას გვეუბნება სოფლიო სავალუტო ფონდი და ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აფასებს საქართველოში მიმდინარე მაკროეკონომიკურ პარამეტრებს და მათმაც შესანიშნავი ციფრი დადეს და ამაზე უფრო გაცილებით დარწმუნებული ვარ მეტი იქნება. ინფლაციის დონეც შედარებით მაგრამ იმ ზღვარზეა იქით არ ცილდება ჩვენი პროგნოზიც ასეა და რეალობაც და მე აქ ერთი კითხვა მაქვს რომელიც საზოგადოებას უჩნდება ფასებთან მატება რაზეა დამოკიდე რატომ ხდება იმასთან გათვალისწინებით რომ მაკროეკონომიკური პარამეტრები კარგია ინფლაციის დონე სრულ დონეზეა და ამას რა იწვევს და რა შეიძლება ამას მოუხერხოთ ამ მიმართულებით თუ შეგვიძლია ბატონო გიორგი გთხოვთ ბატონო გიორგი სხვა შეკითხვა დიდი მადლობა ბატონო ბეჟან ნამდვილად მაკროეკონომიკური პარამეტრები გაცილებით უკეთესი გვაქვს ვიდრე ეს ჩვენს მიერ იყო პროგნოზირებული ბოლო შეფასება იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რომელმაც უფრო მაღალი პროგნოზი დადო ვიდრე ჩვენ გვაქვს ასევე სხვადასხვა სუვერენული საერთო კომპანიები აფასებენ ქვეყნის ეკონომიკას და თუ მათ ანგარიშებს შევხედავთ ნათლად ჩანს რომ ჩვენი მაკროეკონომიკური მდგომარეობა არის გაცილებით უფრო მაღალ დონეზე ვიდრე ჩვენი რეიტინგის მქონე ქვეყნებს სხვას აქვთ და მაკროეკონომიკური პარამეტრები საინვესტიციო რეიტინგის დონეზეც ვარ და სტაბილურობით ამ პარამეტრების რაც მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ინფლაციის ნაწილში, ინფლაცია მოგახსენეთ რომ ზოგადად მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში ინფლაციაც მაღლა იწევს ხოლმე, თუმცა ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სიტუაცია გამომდინარე იქიდან რომ ბოლო 2 წელში ჰქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა და ინფლაციის მაჩვენებელი მის მიზნობრივი შუქთან შედარებით გაცილებით დაბალი იყო. რაც შეეხება ზოგადად ფასების დინამიკას, წელსაც დაახლოებით მის მიზნობრივ მაჩვენებებთან ახლოს იქნება, შეიძლება ოდნავ მეტი, თუმცა საშუალოვადიან პერიოდში გვაქვს მიზნობრივი ინფლაციის დონეზე, ზოგადად სურსათის ფასები არის გაზრდილი, მსოფლიო ტენდენციაში, ანუ სურსათის ფასების დინამიკაა, თუმცა გარკვეულწილად აბალანსებს მსოფლიო მასშტაბით გულისხმობ ამ შემთხვევაში ნავთობის ფასების შემცირება, შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინფლაციაზე, აქ სამხარებლო ფასებში შედის დაახლოებით 300 დასახელების პროდუქტი, ანუ შეიძლება რომელიღაც პროდუქტზე გაიზარდოს ფასი, მაგრამ საშუალოდ რაც ძირითადი მოხმარების პროდუქტებია, საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი გასულ 4 თვეში ჰქონდა 2.1% ხო და ანუ ეს არის ინფლაცია არის ერთ პროდუქტზე არ იქნება მიბული საშუალებასაც მოხმარება არის ძირითადი პროდუქტების 300 დასახელების პროდუქტი მათი საშუალო ფასი არის რაც იზრდება ინფლაციის მაჩვენებლით და ეს არის 3%-ის ფარგლებში დაახლოებით. მადლობთ. როგორც ხედავთ 24 და 25 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის შემდეგ ვიცით რომ სავალუტო ფონდმა, ევროკავშირმა გამოაქვეყნა ასევე მაღალი აქტივობები მომავალ წლებში და ეხლა მთავრობამ შემოიტანა უკვე პირველი დოკუმენტი, შემდეგ უფრო ეს დაიხვეწება, სადაც ასევე მაღალი აქტივობა არის აღნიშნული იმ პირობებში, რომ ყველა ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრი რჩება ნორმის ფარგლებში. მე მგონი მხარი დაუჭიროთ ეს სესიაზე არ გადის, გადაეცემა პირდაპირ მთავრობას დამტკიცებული. მადლობთ ბატონო გიორგი, საკითხი ამოწურული. შემდეგი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასიცხო შეთანხმება. ჩვეულებრივი ოპერაციები, ენერგიის შემნახველი და მწვანე წყალბადის აირის განვითარების პროექტი. თქვენ ძანდებით ბატონო გიორგი მოხსენებელი გთხოვთ. დიდი მადლობა, წარმოგიდგენთ ახალ შეგუებას აზიის განვითარების ბანკთან, ეს არის ენერგიის შემნახველი ბატარეის სისტემის მშენებლობა, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუ ნახავთ ჩვენი ელექტროსისტემის მომდენო 10 წლიან გეგმას, იქაც არის ეს სასახული და გამომდინარეობს იქიდან რომ ერთის მხრივ ენერგიის შემნახველი ბატარეის სისტემა უზრუნველყოფს ენერგოუსაფრთხოებას ქვეყნისას, გარკვეული ავარიების შემთხვევაში რომ არ გაითიშოს მიწოდების
სადგურების გათიშვა არ მოხდეს მათ შორის, მაგრამ გარდა ამ ერთი ფუნქციისა არის მეორე ფუნქციის მატარებელი, კერძოდ განახლებადი ენერგიის ნაწილში მზის და ქარის ელექტროსადგურებს თუ გვინდა რომ აშენდეს და რა თქმა უნდა ამაზე ინტერესი არის ძალიან დიდი, კერძო ინვესტორების მხრიდან, ამ ნაწილში აუცილებელია სისტემისთვის რომ ენერგიის შემნახველი და მარეგულირებელი სადგური არსებობდეს, შესაბამისად დაახლოებით 750 მეგავატი ელექტროენერგიის დაერთებას, ანუ ახალი მზის ელექტროსადგურების დაერთება იქნება შესაძლებელი ამ ბატარეის მშენებლობის შემთხვევაში, რაც რა თქმა უნდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია როგორც ენერგიის წარმოებისა და შემდგომ მისი ექსპორტის მიმართულებით, ასევე ენერგოუსაფრთხოების კუთხითაც და ენერგოდამოუკიდებლობის კუთხითაც. შესაბამისად ჩვენ გვქონდა აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკის სამინისტროსთან, ელექტროსისტემასთან და დაახლოებით 2 წელი ამის შეფასება მიდის ტექნიკურ დონეზე, შემდეგ შევაფასეთ სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის მიხედვითაც პროექტი თვითონ პროექტი არის მომგებიანი როგორც ფინანსურად, ასევე ეკონომიკურად, შესაბამისად ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ეს თანხა გადავასესხოთ ელექტროსისტემას, ბიუჯეტი ისესხებს რა თქმა უნდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ელექტროსისტემაზე იქნება გადასესხება და ელექტროსისტემა ამ ბატარეის ფუნქციონირების შედეგად მიღებული შემოსავლებით უზრუნველყოფს ამ სესხის დაფარვას. სესხის პირობებს რაც შეეხება არის 97,873,000 евро, 25 წლიანი სესხია, მათ შორის 5 წელი შეღავათიანი პერიოდი, ევრიბორზია დაფუძნებული, 6 წლიანი ევრიბორზია დაფუძნებული საპროცენტო განაკვეთი და ევრიბორს ემატება 0.7%-იანი მარჟა. ნუ ეს თანხა კიდე ერთხელ ვასესხებ, ვახსენებ რომ გადაეცემა სესხად ელექტროსისტემას, ოღონ განსხვავებული პირობებით, გადაეცემა ვალუტის რისკი რო არ გადაეცეს, გადავიდეს კომპანიაზე, გადაესხება მოხდება ლარში, ნაცვლად ევრიბორზე დაფუძნებულისა დაახლოებით 6.15%-იანი სესხი იქნება ფიქსირებული, რაც უკვე უზრუნველყოფილი იქნება მისი დაფარვა არსებული ამ ბატარეის ფუნქციონირებით მიღებული შემოსავლებით. დიდი მადლობა. მადლობა, ძალიან კარგი საქმეა, ერთი ძალიან ტექნიკური შეკითხვები მაქვს, თუ შეიძლება თუ არა აუშვებს. აი ეს 200 მეგავატი ერთდროულად რამდენი შეუძლია რომ გაუშვას, თქვა 200 მეგავატი, თქვა 40 მეგავატი 5 საათის განმავლობაში თუ როგორ არის და მეორე ეს ძალიან კარგი საქმეა და ახალი ტექნოლოგია როგორც ხედავთ. აი რამდენი აქვს ან გარანტია რა დროში იმუშავებს, მოხდება ამის ნელ-ნელა ჩანაცვლება თუ როგორ მოხდება ამის აი მუდმივად რომ იმოქმედოს და ასე შემდეგ. მადლობა. ბატონო ვახტანგ შეიძლება ესე იგი 200 მეგავატიანი სიმძლავრის ბატარეა იქნება, ეს 200 მეგავატის ასე ვთქვათ ქსელში გაშვება მას შეიძლება როგორც 1 საათში, ასევე შესაძლებელი იქნება დროში გადანაწილების ნაწილშიც. რაც შეეხება საგარანტიო პერიოდს, სხვა მომწოდებლებს სხვადასხვა საგარანტიო პერიოდი აქვს, ზოგადად 10-დან 20 წლამდე მერყეობს აღნიშნული ბატარეების საგარანტიო პერიოდი, ჯერჯერობით მიმდინარეობს ასე ვთქვათ ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება, რომლის ფარგლებში უნდა გამოცხადდეს ტენდერი და შესაბამისად როგორ გამარჯვებული შერჩევა როცა მოხდება, უკვე გვეცოდინება კონკრეტული შემოთავაზებული კომპანიის მიერ რა იქნება იმ ბატარეების საგარანტიო პერიოდი. ანუ საშუალოდ 10-დან 20 წლამდე არის ხოლმე ანუ ტენდერის პირობების თანახმად ისინი უზრუნველყოფენ როგორც ბატარეის ჩამოტანას, ასევე მის აწყობას, გამართვას და მის გადაბარებას, ასე ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის თანამშრომლებზე, შესაბამისად ექსპლუატაციას ამ ბატარეას გაუწევს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა. კი, ბატონი ილია, ბატონი ბეჟანი. მოგესალმებით, ნამდვილად მივესალმები ამ პროექტს, მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი ქვეყნისთვის, ახალი სიტყვაა და ძალიან შეუწყობს ხელს ამ მიმართულების განვითარებას. უბრალოდ კითხვა მაქვს ესეთი, რამდენად ეს საკმარისია იმ მოთხოვნებზე, რაც დღეს საქართველოს იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რაც დღეს ჩვენ ქვეყანას აქვს და ხო არ იქნება საჭირო მომავალში ესეთი პროექტების დამატება ან გაფართოება ამ პროექტის ან მსგავსი რამე მიმართულებით განვითარება. მადლობა. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მე მინდა
მიულოცო ქვეყანას, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ჩვენ ვიღებთ ცეცხლს და მე საერთოდ ცეცხლებზე მინდა ვისაუბრო ძალიან მოკლედ ორი სიტყვით, იმიტომ რომ საზოგადოებაში რჩება შთაბეჭდილება რომ თითქოს ამას ვიღაც საჩუქრად გვიკეთებს და მაგალითად ბევრჯერ დაუსვია ჩვენთვის კითხვა რეგიონებში რომ აი ეს ჩაროსული გზა რო კეთდება, ეს გვიკეთებს სხვა და მე მინდა საზოგადოებას გავუმარტო და უთხრა იმ ადამიანებს, რომელსაც ეს აინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს ნაწილი სესხითაა, ნაწილი ბიუჯეტითაა და უამრავი მილიონობით თანხაა ჩადებული პირდაპირ ბიუჯეტით, რომელიც არადაფინანსებით ჩვენ ვაფინანსებთ ყველა იმ პროექტს, რაც კეთდება ქვეყანაში. ეს არის სესხი და სწორედ ის მონაცემები, მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ, გიორგი, ის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სესხი გამოვიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა მე ბიზნესიდან მოვედი 30 წელი ბიზნესში ვიმუშავე და მილიონობით თანხები მაქვს აღებული და გრაფიკის მიხედვით გადახდილი მაქვს და ეს ეხდება. ამიტომ ამას აკეთებს სახელმწიფო და რა ვიცი, შეეპარება ეჭვი რომ ეს თანხები იქნება გადახდილი, სხვა შემთხვევაში არც ერთი ბანკის ეს არ მოგცემს. ამიტომ ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს სესხის აღების პირიქით, სესხი უნდა ავიღოთ და ვაკეთოთ საქმე. ეს არის ეკონომიკაში ჩადებული ფული, რომელიც ხვალ ბიუჯეტში გაცილებით მეც მოგცემს და ეს არის ბრუნვა და სწორედ ასე შენდება ქვეყანა, ასე აშენდა ყველა სახელმწიფო და ასე აშენდება ჩვენი ქვეყანაც. ძალიან დიდი მადლობა. გთხოვთ უპასუხოთ თუ ბატონ ილიასთან დაკავშირებით. კი ბატონო, ანუ პირველ შეკითხვას რაც შეეხება რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განვითარება, კი პასუხებთ, რომ ქსელის განვითარებასთან ერთად და ზოგადად განახლებადი წყაროების დაერთებასთან ერთად სავარაუდოდ საჭირო გახდება შემდგომ წლებშიც განვახორციელოთ მსგავსი პროექტები. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ინიციატივაზე, რომლის ფარგლებშიც დამაგროვებელი ბატარეების ოპერირება უნდა გახდეს კომერციულად მიმზიდველი და ვფიქრობთ, რომ თვითონ კერძო სექტორმაც განავითაროს კომერციული მიზნებიდან გამომდინარე დამაგროვებელი ბატარეები. აღნიშნული ბატარეაზე ვიტყვი, რომ ეს არის რეგიონში და ასევე აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი პირველი ვართ ჩვენ, ვინც მსგავსი ტიპის პროექტს ახორციელებს საქართველოში და ეს ქსელის მდგრადობისთვის და სისტემის მდგრადობისთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენი მიზანია, რომ ქსელის მდგრადობა იყოს უმაღლეს დონეზე საქართველოში და ამ მიზნით ჩვენ საკმაოდ მნიშვნელოვან ინვესტიებს ვახორციელებთ. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და გავაგრძელებთ იმ პროცესს, რაც ქსელის განვითარებას და ქსელის მდგრადობას შეუწყობს ხელს. ბატონო ვახტანგ, ლიდერები ვინ არიან მაგ სფეროში, ვინ უშვებენ მაგ? ესე იგი, რამდენიმე კომპანიების დონეზე არ ჩავალ დეტალებში, თუმცა არის როგორც ძირითადად ეს არის ჩინური, იაპონური და კორეული ქვეყნები, რომლებიც მსგავსი ტიპის ტექნოლოგიებს აწარმოებენ. დიდი მადლობა, შეკითხვები ხომ არ არის? დაახლოებით $9 მილიონი იჯდება 1 მეგავატის კარგით, დაუჭიროთ ხარი, მე მგონი კარგი საქმეა. მადლობთ. დაგვჭა ორი საკითხი. საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის საგრანტო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება პროექტი. მოხსენებელი საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ქალბატონი მზია გიორგობიანი. გთხოვთ ქალბატონო მზია. დიდი ხანია ჩვენთან სტუმრად არძანებულ ხართ. მოგესალმებით. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ საქართველოსა და სკანდინავიის გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის გაფორმებულ საგრანტო შეთანხმებაში ნომერ 1 ცვლილებას. აღნიშნული საგრანტო შეთანხმება გაფორმებული არის საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების პროექტის განხორციელების მიზნით. ცვლილება შედის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევასთან დაკავშირებით. აღნიშნული ძირითადი სასაცხო საგრანტო შეთანხმება, რომელიც ასევე გაფორმებულია სასაცხო შეთანხმებასთან ერთად. მისი გაფორმება მოხდა 2022 წელს და სესხის და გრანტის თანხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევა ხდება 27 წლის ბოლომდე. ეს არის ძირითადი ცვლილება, ასევე რამდენიმე სიტყვით თქვენის ნებართვით მოგახსენებთ თვითონ პროექტთან დაკავშირებით. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული არის 12 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, 6 საჯარო სკოლასთან დაკავშირებით უკვე მიმდინარეობს სამუშაოები, ხოლო 6-თან მიმართებით
მიმართებაში დაწყებული არის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელსაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. გრანტის თანხის ოდენობას მოგახსენებთ 2.600.000 გახლავთ. მადლობა. შეკითხვები ხომ არ არის? მაშინ მეორე საკითხიც იგივე საკითხი არის პრაქტიკულად და შემდეგ უყაროთ კენჭი. საქართველოსა და სკანდინავურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმების ნომერ 1 ცვლილების შეთანხმება. მოხსენებელი კვლავ კალბატონი ზიაძანდება, გთხოვთ. ეს გახლავთ რეალურად საგრანტო შეთანხმების დამატებით სასესხო შეთანხმება, სასესხო თანხის ოდენობა გახლავთ 3.900.000 евро. აქაც სესხის ფინანსური პირობები არ იცვლება, უბრალოდ სესხის ხელმისაწვდომობის ვადის გადაწევა ხდება 2027 წლის ბოლომდე და ასევე განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა, რომ რეალურად აღნიშნულ საქართველოს თანამონაწილეობა გარდა გადასახადებისა აღნიშნულ პროექტში ასევე წარმოდგენილი არის დამატებით ფინანსური შენატანით, დაახლოებით 7 მილიონი ევროს დამატება მოხდება და რეალურად არის საგრანტო და სასესხო თანხაზე მეტი. როგორც უკვე აღნიშნა, 12 სკოლისთვის არის განსაზღვრული და ეს 12 სკოლასთან მიმართებაში 6-ზე უკვე სამუშაოები მიმდინარეობს და 6-იც უახლოეს მომავალში არის დაგეგმილი. დიდი მადლობა. მადლობა. თუ შეკითხვები არ არის, მაშინ პირველ ხელშეკრულებას ჯერ უყაროთ კენჭი და შემდეგ მეორე ხელშეკრულება. კარგი, დიდი მადლობა. ამით საკითხები ამოიწურა, დიდი მადლობა კომიტეტის ხმა დასრულებული.